ნინა დრამა რამდენს გამოიმუშავებს UFC-ს მთავარი ქალი. ის UFC-ს სამყაროში მოულოდნელად გამოჩნდა. პირველად როგორც Playboy-ის მოდელი, შემდეგ კი როგორც TikTok-ის კომედიური სახე. დღეს ნინა დრამა ოქტაგონის მთავარი გოგონაა. მას მილიონობით ადამიანი ადევნებს თვალს. ის ხუმრობს ჩემპიონებთან, იღებს ინტერვიუებს საუკეთესო მებრძოლებთან, მათ შორის მერაბ დვალიშვილთან. მან UFC-ს ახალი ეპოქა შექმნა, თუმცა მთავარი კითხვა ასეთია, რამდენს გამოიმუშავებს გოგონა, რომელსაც მთელ მსოფლიოში იცნობენ. პასუხი მარტივია, ბევრს. ნინა დრამას შემოსავალი უახლესი მონაცემებით, ნინა დრამას წლიური შემოსავალი $6-დან $8 მილიონამდეა. YouTube-ის არხიდან $1 მილიონ მეტი წელიწადში. Instagram-იდან საშუალოდ თვეში $30,000. TikTok-იდან თვეში $28,000-მდე. ასევე რეკლამებიდან და სპონსორული კონტრაქტებიდან მილიონობით $, ყოველწლიურად. მისი ვიდეოები ხშირად ვირუსული ხდება, მისი ხმა კი ცნობილია მთელ საბრძოლო სამყაროში. საქართველო და მერაბ დვალიშვილი 2024 წელს ნინა დრამა პირველად ეწვია საქართველოს. აქ ის UFC-ს ჩემპიონ მერაბ დვალიშვილთან ერთად დადიოდა თბილისის ქუჩებში, იღებდა ვიდეოებს, იცინოდა და ქართული ტრადიციული ნაზუკიც დააგემოვნა. მან გულწრფელად აღნიშნა, შეყვარებული ვარ საქართველოს სულზე. ეს დაუჯერებელი ქვეყანაა და მისი ხალხი საოცარია. ერთ-ერთ ვიდეოში ნინა ემოციურად ცრემლებით თვალებზე მადლობას უხდის ქართველ ფანებს თბილი დახვედრისთვის. ეს იყო ნამდვილი ემოცია, არანაირი დადგმა. ვინ არის ნინა დრამა? ნინა დაიბადა ნიუ-იორკში, მამა ბრაზილიელი ჰყავს, დედა იტალიელი. ის ახალგაზრდობიდან პოეზიით იყო გატაცებული. თუმცა საბოლოოდ მისი გზა UFC-მდე მივიდა. ჯერ მოდელის კარიერა, შემდეგ პოპულარობა TikTok-ში და ბოლოს ინტერვიუები UFC-ს ვარსკვლავებთან, ვოლკანოვსკი, ხაბიბი და მერაბ დვალიშვილი. დღეს მილიონობით გულშემატკივარი ელოდება მის ხმას ყოველი ბრძოლის შემდეგ. რას ნიშნავს ნინა დრამა UFC-სთვის? ის არ იბრძვის ოქტაგონში, მაგრამ ის ცვლის თამაშის წესებს. ის არ ატარებს ბრძოლებს, მაგრამ მისი სიტყვები ხშირად ყველაზე მძაფრია. ნინა დრამა, ეს სტილი, ენერგია და პატივისცემაა. დიახ, ის მილიონებს გამოიმუშავებს. და აკეთებს ამას ლამაზად,